თარგმანება იმათეს სახარებისა ითავით. სიტყვაი ესე, ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი 14 და დავითისითგან ვიდრე ტყვენვამდე ბაბილონელთაგან ნათესავი 14 და ტყვენვითგან ბაბილონელთაგან ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი 14 1:17. სამად განყვნა ყოველნივე იგი ზემოწერილნი ნათესავნი, რაითა გამოაჩინოს ვითარმეთ თითოფერითა მით შეცვალებითა მოქალაქობათა და ნათესავთაითა არა შეიცვალა უკეთურებაი ჰურიათაი, არამედ გინა თუ მსაჯულნი დაუდგინა ღმერთმან, გინა თუ მეფენი, გინა თუ მღვდელნი, გინა თუ ტყუეობად მისცნა, გინა თუ მძლედ გამოაჩინა სიბოროტეი გონებათა მათთაი და უკეთურებაი ვერსა და შეცვალეს. ამისთვისცა უკურნებელთა მათცენთა კურნებად იქნა მოსვლაი ქრისტესი, რაითა უჩვენოს კაცთა გზა იგი სათნოებისა და ცხოვრებისაი. ხოლო რაი არს ესე, რომელ საშვალსა მას ნაწილსა სამთა მეფეთა თანაწარხდა, ხოლო უკუანა ისკნელსა 12 ნათესავი აღწერა და 14 ნათესავად თქვა, რამე თუ დავითის ჟამთაგან ვიდრე ტყვეობისა ბაბილონელთა ისა 17 მეფენი წარხდეს. ვითარ წერილ არს წიგნსა მეფეთასა და წიგნსა ნეშტთასა, ვითარმეთ შემდგომად მეფობისა იორამისა, წისა იოსაფატისა, მეფობდა ოქოზია და იოას და ამესია, და მერმე მეფობდა ოზია და იოთამ და აქას და სხვანი იგი შემდგომითი შემდგომად. ხოლო მახარებელი სამთა მათ თანაწარხდა და თქვა, იოსაფატ შვა იორამ, იორამ შვა ოზია და შემდგომითი შემდგომად ვიდრე ტყვეობადმდე ბაბილონელთა, ნათესავი 14. შეადარე მათე 1:8-17. ესრეთ უკვე ვიტყვით, ვითარმეთ სამნი იგი მეფენი არა ახსენა, რამე თუ ურჩულოებისა მათისათვის არა ღირსყუნა იგინი ხსენებად, რამე თუ არა თუ მეფეთა ახრაცხავს, არამედ ნათესავთა. აც უკვე თუმცა ეთქვა, თუ დავითისითგან ტყვეობადმდე ბაბილონელთა ისა მეფენი 14 სამართლადმცა ვინ თქვა, თუ წინა მდგომად წიგნისა მის მეფეთა ისა იტყვის, ხოლო ვინაითგან არა მეფენი თქუნა, არამედ ნათესავი 14 უცდომელ არ სიტყვაი მისი. რამე თუ ცხოვრებასა კაცისა ერთისასა ნათესავად წოდებაი არა შეჰგავს, ვინაითგან არასწორ არიან დღენი ყოველთა კაცთანი, არამედ რომელნიმე ჟამსავე სიყრმისას აღესრულნეს, სხვანი დღეთა სიჭაბუკისათა და სხვანი სიბერედმდე ეგნეს სოფელსა ამას შინა. ვითარ უკვე ეწოდოს ცხოვრებასა კაცისასა ნათესავ. ვინაითგან რომელმანმე 10 წელი დაყო და რომელმანმე 20, რომელმანმე ერგასისი, გინა 330 და 80, ანუ თუ 100. ამისთვისცა მახარებელმან ვინაითგან არა მეფეთა აღსწერდა, არამედ ნათესავთა აღრიცხუნა, თუ რაოდენი წელი ჯერ იყო ნათესავად წოდებად, ვითარცა მან იცოდა და პოვა ვითარმეთ 14 ნათესავისა ჟამნი 17 მეფეთა მიერ აღესრულნეს. და ამისთვის სამთა მათ ყოლადვე არა სახელსტვა ვითარცა უღირსთა და სხვანი იგი ხოლო ახსენა. ესე არს პირი ერთისა მის სახისაი, ხოლო მეორეიცა იგი, რომელი ექონიაითგან ვიდრე იოსებამდე 12 შობანი თქუნა და 14 ნათესავად აღწერა მიგიხრა. თქვა ვითარმეთ, ტყვენვითგან ბაბილონელთაგან ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი 14, რამე თუ ჟამიცა იგი ტყვეობისაი და იექონია, ბაბილონს წარტყვენული წისწული იოსიაისი, ერთად ნათესავად შეჰრაცხა და მე 14 ნათესავად ქრისტე აღრაცხა, და საბამი იგი და აღსასრული ყოველთა კეთილთაი. ამისთვის 12 თქუნა ნათესავნი და 14 აღრაცხნა, იწყო ქრისტესგან, წიგნი შობისა იესო ქრისტესი და აღასრულა ქრისტესად რიცხვი იგი ნათესავთაი. და რაისათვის მარკოს არა ესრეით იწყებს, არცა წარმოიტყვის შობისათვის ქრისტეისა, არამედ ყოველსავე მოკლედ გვითხრობს. ესე ამისთვის, რამე თუ მათე პირველ ყოველთა ისა აღწერა, ამისთვისცა შობისათვის უფლისა იტყვის და დაწყებასა მას განკაცებისა ქრისტესა წარმოგვითხრობს.
ხოლო მარკოს შემდგომად მისა აღწერა, ამისთვის ერთგზის თქმული იგი მამათ მთავართა შობაი დაუტევა და მოკლე გზა იიპყრა ნათლისღებითგან ვიდრე აღდგომამდე ქრისტესა. გარნა ლუკა უპირატესს აღიყვანა სიტყვაითვისი და გზა იგი მათე სიტყვისა ინებასლა და უმრავლესიცა გვაუწყა, რამე თუ თითოეული მოძღვარსათვის ბაძვიდა, ერთი იგი პეტრეს, მცირედმეტყველებისა მოყვარესა, ხოლო მეორეი პავლეს, მდინარეთა უმდიდრესსა წარმოდინებითა სიტყვისაითა. ხოლო ვითარ არსესე, რომელურ თავი ახსენეს შობანი ნათესავთანი, მათე და ლუკა და სხვაი სახელები წარმოთქვა მათე, და სხვანი აღწერნა ლუკა და ორთავი იოსების მშობელნი გვითხრნეს. ერთმან ამან ზემოითიწყო აბრაჰამისითგან და მოვიდა დავითისამდე, დავითისითგან ტყვენვადმდე ბაბილონელთაგან, ტყვენვითგან ბაბილონელთაგან იტყვის, იექონია შვა სალათიელი, სალათიელ შვა ზორობაბელი, ზორობაბელ შვა აბიუდ, აბიუდ შვა ელიაკიმ, ელიაკიმ შვა აზორ, აზორ შვა სადუკ, სადუკ შვა აქიმ, აქიმ შვა ელიუდ, ელიუდ შვა ელეაზარ, ელეაზარ შვა მათთან, მათთან შვა იაკობ, იაკობ შვა იოსებ. მათე 1, 12, 16, ხოლო ლუკა არა ამათ სახელთა იტყვის ვიდრე დავითისამდე და მიერითგან კვალად მათესვე თხრობასა შეერთვის, რამე თუ ესრეთ იწყებს. და თავადსა იესოს ეწყო ოდენყოფად მე-30 წელსა, რომელიც საგონებელი იყო ძედ იოსებისა, ელისა, მათთანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსეფისა, მატათისა, ამონისა, ნაუმისა, ლუკას 3, 23, 25 და შემდგომი ამისი ვიდრემდის მოიწია დავითისამდე. რაი არსგან ყოფილება ესე, ვითარ ერთისა კაცისა სხვანი და სხვანი მშობელნი გვითხრნეს. უწყებაი უკვე ჯერ არს ვითარმედ ესრეთ იყო წესი პირველისა მის რჩულისაი, რომელ მოკუდის თუ ვინმე უშვილოდ, ძმამან მისმანი ქორწინის ცოლი აღსრულებულისაი მის და აღუდგინის თესლი ძმასათვისსა. ხოლო იშვის რაიშვილი, ბუნებით მეორისაი მის არნ, რომლისაგანცა შობილ არნ და წესით რჩულისაითა, აღსრულებულისაი მის. ხოლო მათ შამთა შინა ნაშობთაგან სოლომონისთა, ცისა დავითისთა, იყო ვინმე მათთან სახელით და ესუა ცოლი, რომლისაგან შვა იაკობ, მამა იოსებისი. აღესრულა მათთან და იქორწინა ცოლი მისი მელქი, ტომისაგან ნათანისა, ძისა დავითისა. მელქი ძემან ლევისმან და ძმამან პანთერისმან, რომელიც ზემოახსენეთ, ამან მელქი იქორწინა ცოლი იგი მათთანისა და დედა იაკობისი და შვა მისგანელი. იქმნეს უკვე იაკობ და ელი ძმანი, ერთისა დედისა ნაშობნი. ხოლო მამულად იაკობ ტომისაგან სოლომონისა, ძისა დავითისა იყო და ელი ტომისაგან ნათანისა, ძისა დავითისა. იქორწინა ელი ტომთაგან ნათანისთა შობილმა და აღესრულა უშვილოდ. მერმე, წესისაებრ რჩულისა შეირთო ცოლი მისი იაკობ, ძმამან მისმან დედისაგან, ხოლო მამულად ტომისაგან სოლომონისა შობილმან და აღუდგინა თესლი ძმასათვისა და შვა იოსებ, და იქმნა იოსებ ბუნებით ძე იაკობისი, ტომისაგან სოლომონისა, ხოლო წესისაებრ რჩულისა ძედ შერაცხილიყო ელისა, ტომისაგან ნათანისა. რაც უკვე მადლმან სულისა წმიდისამან უბრძანა მახარებელთა ორსავე ამის წესისა აღწერად, რჩული ერისაცა და ბუნებითისა. ამისთვისცა ლუკა წესისა მისებრ რჩულისაყო აღრიცხვა იგი ნათესავთაი და თქვა მამად იოსებისა ელი, რომელი რჩულისაგან შეირაცხვის მამად მისა, ხოლო მათე ბუნებით იგი აღწერა მამაი და ამისთვის იაკობ ახსენა, ვითარმედ, იაკობ შვა იოსებ. ესე არს მიზეზი სხვათა და სხვათა სახელთა ხსენებისა იმახარებელთა მიერ ვიდრე დავითისამდე და მიერითგან ერთ არს სიტყვაი მათი. თქოს ვიეთმე ესეცა დაწყებისა ამისთვის სახარებისა ვითარმედ, რად არა ესრეთყო დაწყება სიტყვისა თვისისა იმათე უფროისად, ვინაითგან ებრაულითა ენითა აღწერა, ვითარცა იგი იქმოდეს წინა წარმეტყველნი, ვითარმედ, ხილვაი რომელი ვიხილე, ანუ თუ სიტყვაი, რომელი იყო ჩემ და მომართ.
რა და რა ამანცა ესე ვითარი საკვირველი სიტყვა იყო და საბამად, რა ითამცა აჩვენა, ვითარმეთ ზეგარდამო მოიღო ბრძანება აღწერისაი. ესე ამისთვის, რამე თუ წინაწარმეტყველთაზე არა იყვნენ ესე ვითარნი სასწაულნი, ვითარ მოციქულთაზე, მქადაგებელ ჭეშმარიტებისა მათისა. ხოლო იყვნენ სრულ წინაწარმეტყველნიცა მრავალნი და ჰურიანი, მარადის უკეთურნი, უმეტესად შეიწყნარებდეს სიტყვას ამას სრულ წინაწარმეტყველთასა. ამისთვის სახმარიყო წინაწარმეტყველთა და ესე ვითარი იგი დაწყება ის სიტყვისაი დასარწმუნებლად ურწმუნოთა მათ, ვითარმეთ ღმრთისა მიერ არს მათი იგი სიტყვაი და არა თავით თვისით. ხოლო აქაა ურაცხელნი იგი სასწაულნი და სულისაწმიდისა მადლნი არწმუნებდესერსა ჭეშმარიტებასა მას მახარებელთა სიტყვისასა და არად ეხმარებოდა ესე ვითარი დაწყებაი, რამე თუ მორწმუნეთა მიმართ ქმნეს აღწერაი სახარებათაი, არა ურწმუნოთა. ხოლო წინაწარმეტყველთაზე დიდი ურწმუნოებაი აქ უნდა ჰურიათა და არცა იყო ესოდენი სასწაულთა საქმე მაშინ თვინიერ რა იგი იქნა პირველ მოსესზე და იისუძისანავესა დასარწმუნებლად მეგვიპტელთა და სხვათა მათ წარმართთა და რაითა უკუანა ისკნელ. რა ჟამს ცოდვათათვის ჰურიათა ისა მისცნეს იგინი ღმერთმა საძლეველად და ტყუეთ, წარმართთა ვერ თქვან, თუ ღმერთნი მათნი უძლიერეს იყვნას და ამისთვის მიეცა მათ ძლევაი, არამედ ცნან ვითარმეთ ჰურიათა შესწოდეს ჭეშმარიტსა მას ღმერთსა და ამისთვის მისცნა ხელთა მათთა. ხოლო ამისა შემდგომად დააცხრო ღმერთმა მრავალთა მათ სასწაულთა საქმე. თვინიერ ჟამითი ჟამად აჩვენის კვალად ვითარ იგი ბაბილონელთაზე დანიელის მიერ და სამთა მათ ყრმათა და კვალად ელიაის მიერ და ელისესა, რა ჟამს სრულიად მიდრკეს ჰურიანი კერპტმსახურებად და სხვა ესე ვითარი ჟამითი ჟამად გამოაჩინის. ხოლო მრავალნი იგი სასწაულნი, რომელა აჩვენა მეგვიპტელთა ზედა და უდაბნოსა მას და კვალად შესვლასა მათსა ქვეყანა დაღთქმისა და ასცხრეს, ვინაითგან დაეშენეს და განიყვეს ქვეყანაი. ამისთვისცა მოსეს აქუნდეს მრავალნი იგი საკვირველებანი მოწამეთ და არა იხმარა ესე ვითარი დაწყებაი, ვითარ სხვათა მათ წინაწარმეტყველთა, არამედ მეხსევლად თქვა. დასაბამად ქმნა ღმერთმა ცაიდა ქვეყანაი, დაბადება ერთი და შემდგომი ამისი. ხოლო წინაწარმეტყველთა არა აქუნდეს ესე ვითარნი სასწაულნი დასარწმუნებლად უგუნურთა მათ ჰურიათა. ამისთვის ჩვენებანი იგი და ხილვანი ღმრთისამიერნი ქმნეს დასაბამად სიტყვისათვის ისე შესაწყნარებლად გულფიცხელთა მათ. ხოლო ვითარცა იგი მოსესზე დაწყება იყო ძველისა მის რჩულისა და სასწაულნი მრავალნი იქნებოდეს, ეგრეთვე ქადაგებასა მას მოციქულთასა არა იყო რიცხვის სასწაულთაი და კურნებათაი საოტებელად ურწმუნოებისა და დასამტკიცებელად ჭეშმარიტებისა. ამისთვისცა კაცთა გლახაკთა და უსწავლელთა ათორმეტთა დაიმორჩილნეს და მოიმოწაფნეს ერნიული ცხუნი, მეფენი და ფილოსოფოსნი, რამე თუ ძალი ღმრთისა იყო მათთანა. ამისთვისცა არად ეხმარებოდა მახარებელთა ხილვათა და ჩვენებათა აღწერაი დაწყებასა სახარებათასა, არამედ კაცად მან წინამდებარე იგი სიტყვაი ქრისტეს განგებულებისაი და ღმრთისმეტყველებისაი იწყო თქუმად. ვითარცა იყო ძველი იგი რჩული ყოვლით ურთსახე ახლისა იმის, ეგრეთვე დაწყებასა მისსა სასწაულნი დიდნი იქმნეს და დაწყებასა ახლისასა, უზეშთა ესნი და უმრავლესნი, რომელთა არ არს არცა სიდიდისა სწორებაი, არცა სიმრავლისა რიცხვი და უწყი. ვითარმედ ესე ყოველთავე იცით და არა მიხმს წარმოთქმაი თითოეულისაი, რაითა არა სიგრძე სიტყვისაი ფრიადი იქმნას. ხოლო შევიდეს რაი ქვეყანა დაღთქმისა ისრაელნი და იცნეს ღმერთი პირველქმნელთა მათ სასწაულთაგან დააცხრო ღმერთმა საქმე სასწაულთაი და ჟამითი ჟამად, განმრავლდის რაი ურწმუნოებაი კვალად აჩვენის ძალითვისი. ეგრეთვე ახალსა ამას რჩულსა, ვინაითგან განეფინა ქადაგებაი მოციქულთაი ყოველსა სოფელსა და დამტკიცნა სარწმუნოებაი, დასცხრა მრავალთა მათ სასწაულთა საქმე.
ხოლო ვითარცა იგი მაშინ ჟამითი ჟამად კვალადა ჩვენის ღმერთმან ძალითვისი ეგრევეაც, რა ჟამს აღძრის ეშმაკმან საცტური რაიმე, მოავლინის ღმერთმან სასწაულიცა წინააღმდგომად საცტურისა და იხილეთ. Რაოდენი იქმნა დღეთა მათ დევნულებისათა წმიდათა მოწამეთა მიერ. და კვალად ჩვენისაც ამის ნათესავისაზე რა ჟამს მიიღო მეფობა იმიშვებით ღმრთისაითა ურჩულომან მანივლიანე, მრავალი სასწაულია ჩვენა ღმერთმან. რამე თუ ოდეს იგი სხვათა მათ ბოროტთა მისთა თანაურჩულომან მან და განდგომილმან აღძრა ქრისტიანეთა ზედაერი იგი ჰურიათაი, რამე თუ იცოდა ფრიადი მტერობაი მათი ჩვენ და მომართ და ამისთვის პატივს სცემდა მათ და ეტყო და ვითარმეთ. ესე არს ჟამი კვალადგებისა თქვენისაი პირველ სამას პატივსა და წესსა თქვენსა და უბრძანა მისვლა იერუსალიმ და ტაძრისა მის შენებაი, მაშინ შეკრბეს. ყოველნივე სადაცა იპოვებოდეს ჰურიანი და დიდითა მოსწრაფებითა ხელყვას შენებად, ვიდრეღა დედანიცა და ყრმანიც იაღითაგან ჰკრებდეს მიწასა. ხოლო იწყეს რაი საფუძველისაც მედად იქნა ძროაი სასტიკი და ალი ცეცხლისა მძაფრისაი გამოვიდა საფუძველთა მათგან და უმრავლესნი მათგანი დაწუნა, ვითარცა ოდესმე სოდომელნი და სხვანი იგი იოდნა სირცხვილეულნი და განიბნინეს ღირსად მათისა მისუკეთურებისა. და კვალად მათვე დღეთა შინა განმრავლდა რაი სიბოროტე ურჩულოისა მის მეფისაი და შეურაცხიქმნებოდა თაყვანის ცემაი პატიოსნისა ჯვარისაი, იქნა ესე ვითარი სასწაული სამხილებელად მისისა მისუკეთურებისა და განსამტკიცებელად ქრისტიანეთა. განთიადითგან აღმოსვლასა ოდენ მზისასა გამობრწყინდა შორისცასა და ქვეყანასა სახე პატიოსნისა ჯვარისაი, ბრწყინვალებითა მიუთხრობელითა შემკული ვიდრეღა ელვისაგან მისისა დაიფარა ნათელი მზისაი. და განთიადითგან მწუხრადმდე იხილებოდა სასწაული იგი ბრწყინვალე ყოვლისაგან სოფლისა. საჭურველად ძლევისა მორწმუნეთა და დამხსნელად მძლავრებასა მასუკეთურისასა. ამასზე და ქალაქნიცა მრავალნი, რომელნი მხურვალებით აღბორგდეს ბრძოლასა მას ქრისტიანეთასა, რომელნიმე ზღვამან დაფარნა და რომელნიმე ძროამან აღაოხრნა, რაითა აღესრულოს აქაცა სიტყვაი წინაწარმეტყველისაი, მტერისა მახულსა მოაკლდა სრულიად და ქალაქნი აღაოხრდეს. ფსალმუნი 9:7 და კვალად ინება რაი გამოკრეხაი და დატყვენვაი ეკლესიათაი და ჭურჭელთა მათ სამღვდელოთა წარტაცებაი, განაჩინა ამასზე და მეჭურჭლეთ მთავარი იგითვისი და სხვაი ვინმე დედისწმაი და სეხნაი მისი, რომელნი იგის ტანჯვიდეს მღვდელთა და უწყალოდ ჰგვემდეს შეწამებად უკვეთუსა და არს დამარხული სამკაული ეკლესიათაი ოქროისაი გინა ვეცხლისაი. და ვითარ იგი ჰგვემდეს მონათა მათ ღმრთისათა მეხსეულად ერთი იგი განსხდა შორის და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი და მეორე იქნა საჭმელ მატლთა და მიმწუხრამდე მწარედ აღმოხდა მას სული. და კვალად მირაივიდა წყაროსა მასზე და დიდ საურჩულო ივლიანე და მსხვერპლი შეწირა ეშმაკთა მიმართ და მასვე ჟამსა წყარო იგი, რომელი ვითარცა მდინარე დიდი დიოდა განხმა. არა სასწაული დიდი იყოა. და მერმე ანას დაითი იგი სიყვმილი, რომელი ყოველსა მას სამეფოსა მის უღმრთოისასა მოიცია, არა სამხილებელი იყოა მისი. და ვითარცა ამის ყოვლისაგან არა შეიკდიმა, მერმე შორის ქვეყანასა მას სპარსეთისასა დასცა იგი, რამე თუ არცა ღირს იყო სამეუფოსა შინა ქრისტიანობისასა სიკვდილად. ესრეთ იქმს ღმერთი მარადის, რა ჟამს აღორძინდეს ურჩულოებაი და იხილნეს მონანითვის ნიჭირსა შინა, ხოლო წინააღმდგომნი მძლავრებითა მათითა მთვრალიყვნენ, მაშინ ძალსათვისა გამოაჩინებს. არამედ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ. ზემოვთქვთ თუ რაისათვის სამნაწილად განყვნა მახარებელმა ნათესავნი იგი მამად მთავართა და მეფეთანი, ხოლო აციხილეთ, ვინა იწყებს და სადაც დაასრულებს, აბრაჰამისგან დავითისამდე, დავითისგან ტყვენვამდე ბაბილონელთაგან, ტყვენვითგან ბაბილონელთაგან ქრისტესამდე. ხოლო რაისათვის ვითარცა იგი ტყვენვაი ბაბილონელთაგან ახსენა და მუნშთასლა ერისაი,
არა ახსენა ეგვიპტეს შესასვლა იცა. ესე ამისთვის, რამე თუ მეგვიპტელთა იგი ადრე ქმნილიყო და არა ცოდვათათვის იქმნა მუნშთასლა ისრაელისაი, ხოლო ბაბილონელთა ახლად ყოფილიყო და არა სხვისა რაისათვის მე, არამედ ცოდვათა და ურჩულოებათა მათთათვის შთავიდეს ტყუეობასა მას. და უკვე თუ ვინ გამოთარგმანება იცა სახელთა ინებოს გულისხმის ყოფად, ფრიადი ძალიპოს, ამასცა შინა და სახე დიდი აღლისა ამის რჩულისაი აბრაჰამ და ისააკ და იაკობისგან, დავით და სოლომონ და ზორობაბელისგან და სხვათა მრავალთა. რამე თუ არა ცუდად ეწოდა მათ სახელები ესე. გარნა ამისთვის, რაითა არა ფრიად განვაგრძოთ სიტყვაი ჩვენი და საწყინო თქვენ და ვიქმნეთ მრავალნი ესე ძიებანი დაუტევნეთ და წინამდებარე ესე ვთქვათ. წარმოთქუნა მშობელნი ყოველნი და აღასრულა იოსებისა და არა დაიდუმა ამას ზედა, არამედ შესწინა. იოსებ ქმარი მარიამისი მათე 1:16 რაითა გვიჩვენოს ვითარმედ მარიამისთვის წარმოთქუნა მშობელნი იოსებისნი რაითა იგი გამოაჩინოს, ვითარმედ თესლისაგან აბრაჰამისა და ტომისაგან დავითისა იყო. თუ არა, ოლადვემცა არა ახსენა იოსებ, უკვე თუმცა არა მარიამისთვის იყო ხსენება იგი. ხოლო რაითა არა გესმას რაი ქმარი მარიამისი ჰგონებდე თუ რჩულითა მით ბუნებისაით ეიშვა, ამისთვის სწრაფლგანკურნა იჩვი იგი და თქვა, გესმა ქმარი, გესმა დედაი, გესმა შობაი ღრმისაი, აც ისმინე სახეცა შობისა მისისაი. სახარებაი, ხოლო იესუ ქრისტეს შობაი ესრეთ იყო 1:18. თარგმანი, რომელსა შობასა იტყვი, მითხარღა მახარებელო. ესე რა მშობელთა სახელების თქუშენ, არამედ მნებავსო სახესაცა შობისასა მითხრობად. ხოლო იესუ ქრისტეს შობაი ესრეთ იყო. ხედავა ვითარმე ხსეულად განაფრთხო გონება იგი მსმენელისაი, რაითა ცნას ვითარმედ აღლისა რაისმე საქმისა ეგულების სმენაი. აც იხილეწე სიერებაი სიტყვისა მისისაი. არა თქვა დაწყებასავე, არამედ პირველად გვასწავა, თუ მერავდენე იყო ქრისტე აბრაჰამისითგან, მერავდენე დავითისითგან, მერავდენე ტყუენვითგან ბაბილონელთაგან, რაითა უკვე თუ ის მეცნიერსა ესმას და ინებოს აღრაცხვაი წელთაი ცნას. ვითარმედ ჭეშმარიტად ესე არს ქრისტე, რომელსა ქადაგებდეს წინაწარმეტყუენი და სარწმუნოებით შეიწყნაროს საიდუმლო იგი შობისა მისისაი. რამე თუ ეგულებოდა თქმად დიდი იგი საკვირველი ვითარმედ ქალწულისაგან იშვა, ამისთვის პირველად არა თქვა, არამედ აღრაცხნა წელიწადნი, რაითა მოახსენოს მსმენელთა სიტყვათა მისთასა, ვითარმედ ესე არს. რომლისათვის თქვა იაკობ წინა ისწარვე მოკლებასა მას მთავართა იუდაისტასა გამოჩინებად, რომლისათვის წინა წარმეტყუელმა დანიელღა ღადყო, ვითარმედ ქრისტესამდე წინა მძღურისა 7:7-3:22. დანიელი 9:25 რამე თუ უკვე თუ ვინ ინებოს 7-ულად თქმულთა მათ ანგელოზისა მიერ წელთა შენებითგან ქალაქისა მისაღრი ცხად, პოს შამი იგი ქრისტეს შობისაი, რამე თუ 7 იგი და 3:22 წელთაი შეკრბების 483 წლად. და ესრეცა იქმნა შენებითგან ქალაქისა მის შემდგომად ტყუეობით აღმოსვლისაგან ესოდენთა მათ წელიწადთა რიცხვი შობადმდე ქრისტესა, ვითარცა ეტყო და ანგელოზი დანიელს, ვითარმედ ცნა და გულისხმა ჰყო გამოსვლისაგან სიტყვისა მიგებად და აღშენებად იერუსალიმისა. ესე იგი არს ვითარმედ, ამის შამისაგან ვინაიდან სიტყვასა ამას გეტყვი, განსვლისასა ამიერ და აღშენებასა იერუსალიმისასა ვიდრე ქრისტესამდე წინა მძღურისა 7:7-3:22. არამედ სახარებისავე მივაქციოთ სიტყვაი ჩვენი. აც უკვე მითხარ ჩვენ მახარებელოს სახეშობისა იმის საკვირველისაი. სახარებაი, რამე თუ თხოილიყო დედა იმისი მარიამ იოსებისა და პირველ შერთვამდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა 1:18.
თარგმანი არა თქვა ჟამისად ქალწული არამედ დედა იმისი რაითა გესმას დედაი და მოელოდი ბუნებით ისა რა ისამესმენად და მერმე მეხსეულად დაურთო განსაკურვებელი იგი სიტყვაი ვითარმეთ პირველ შერთვამდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა არა თქვა თუ პირველ მისვლისა მისისა სახლსა მას იოსებისა რამე თუ სახლსა შინა მისსა იყო ოდეს მიუდგა სულისაგან წმიდისა და ესე წესი აქ უნდა ძველსა შინა რომელ მithხოვილნი პირველ ქორწილისაცა სახლსა მას სიძისასა იყვნენ ვითარცა აცცა იქნების ესე მრავალგზის რომელ სიძე გინას ძალი პირველ ქორწილისაცა სახლად სიმამრისა მივიდის და ლოთისთვის წერილ არს ვითარმეთ სახლსა მისსა იყვნენ სიძენი მისნი პირველ შერთვამდე ასულთა მისთა ეგრეთვე აქაცა წესისა მისევ რჩულიერისა იყო ქალწული უქორწინებელი მithხოვილ სახლსა იოსებისა და ყოფასა მას მისსა მონეხარა ანგელოზისა მიერ და მეხსეულად მიუდგა სულისაგან წმიდისა ხოლო თუ რაისათვის არა პირველ მithხოვისა მისისა მუცლად იყო და შვას ზემოვთქვთ რაითა დაიფაროს მას ჟამსა სიტყვა იგი უხრწნელად და უთესლოდ შობისაი და რაითა ვერცნას მთავარმან მან ბნელისა მან განხორციელება იუფლისაი და რაითა განერეს ქალწული ყოველსავე ბოროტსა იჭუსა ჰურიათაგან უგუნურთა მათ და გულფიცხელთა ხოლო კეთილად და ფრიად სამართლად თქვა ესეცა ვითარმეთ იპოვა მიდგომილ რომელ ესე მოულოდებელთა და დაფარულთა საქმეთა ზედა ითქმის თუ იპოვა რამე თუ არასადა ხილულიყო ესე არცა პოვნილიყო არცა სმენილ რომელი იგი აც იპოვა მიდგომილ სულისაგან წმიდისა აც უკვე უზეშთა ეს ამისა ნუ ახვალ ნუცა უმეტეს თქმულისა ამის ეძიებ ნუ იტყვი თუ ვითა რაღაცენა ტაძარი იგი ხორცთა ქრისტესთა ისულმან წმიდამან საშოსა შინა ქალწულისასა რამე თუ უკვე თუ ჩვენისა ამის ბუნებითისა აგებულებისა სახესა გამოთარგმანება შეუძლებელი არს თუ ვითარ შეღმზადებს წესი იგი ბუნებითი აგებულებასა ხორცთასა საშოსა შინა დედისასა ვითარ უძლოდ გულისხმისყოფად ანუ გამოთქმად საქმესა მას რომელიც სულმან წმიდამან აღასრულა რამე თუ იცოდა მახარებელმანცა ვითარმედ მრავალნი პოვნად არიან ცუდად გამომეძიებელნი ესე ვითარისა მის საკვირველებისანი თუ ვითარიშვა ღმერთი ხორცითა ვითარ კაც იქნა ამისთვის რაითა არავინ აწყინებდეს ესე ვითარისა თხრობად თქვა სახელი ხუროთმოძღვრისა იმის და დაიდუმა ვითარმცა იტყოდა ნურას ეძიებთ ჩემგან უმეტესსა რომელი ვიცოდე ესე რა მithხრობი ეს ვითარმეთ სულისაგან წმიდისა იყო შობა იგი ქალწულისაი ამისა უმეტესი არა იუწყი ვერცა ძალუც გონებასა ჩემსა გულისხმისყოფად ანუ ენასა გამოთქმად რცხვენოდენ მათ რომელნი შობასა მასზე ცისასა გამოეძიებენ რამე თუ უკვე თუ ამას შობასა ქრისტესსა რომელი კაცთა შორის იქნა რომლისა მრავალნი იქნეს თვალით მხილველ და მოწამე და ხელთა მათთა მსახურეს რომელი აღსასრულსა ჟამთასა გამოჩნდა უკვე თუ ამას ვერვინ შემძლებელ არს გამოთარგმანებად ვინ უძლოს მოუგონებელისა მის და დაუსაბამო ისა შობისა გონებითა მithთომად ანუ ენითა გამოთქმად და რაიზომ უბადროკ და უგუნურ და ცოფარიან რომელნი გამოუკვლეველსა მას და მიუთხრობელსა ეძიებენ და გამოიკვლევენ რამე თუ სადა იგი ჟამნი არა იყვნეს არცა დღენი და წელთა სიმრავლენი სადა იგი სიგრძე საუკუნეთაი არა შუამდგომელი იქნა მხილველი არავინ იყო თხრობელი და მაუწყებელი არა იპოების სახე და მსგავსება იმისი არ არა იარს ესე ვითარი იგი შობაი ვითარ მოიგონოს გონებამან ანუ ვითარ მსახუროს ენამან გამოთქმად რამე თუ გონებაი ჭეშმარიტებასა მას ცნობისა მისისასა ყოვლადვე ვერ მისწუთების სიტყვაი კვალად გონებისა ფრიად უდარეს არს აც იხილეთ თუ რავდენ შორს არ სიტყვაი ესე ვითარისა მის ჭეშმარიტებისაგან ვინაითგან გონებაი მიცთომად ვერ შემძლებელ არს და კვალად რა იგი გონებამან გულისხმაყოს ენასა გამოთქმად ვერ ძალუց
ამისთვის მიუწვდომელთა მათ საქმეთა გამოძიება უგუნურება არს, რამე თუ ამის ქალწულისაგან შობისათვისცა ვერცა მთავარანგელოზმან გაბრიელ, ვერცა მახარებელმან მათე შეუძლეს უმეტესი რაიმე თქმათ, არამედ ესე ხოლო ვითარმეთ სულისაგან წმიდისა იქმნა. არამედ თუ ვითარ იქმნა სულისაგან წმიდისა, ანუ რომლითა სახითა, ვერცა ერთმან უძლო გამოთარგმანებად და არცა შესაძლებელ არს. რამე თუ გუესმას რაი, თუ სულისაგან წმიდისა, ნუ ჰგონებ, თუ ყოველივე გვიცნობიეს. მრავალი არს დაფარული ცნობისა ჩვენისაგან, თუ ვითარ დაუტევნელი იგი და გარეშე მოუწერელი საშოსა დაეტია, ვითარ დამბადებელი ყოველთაი და მპყრობელი არსთაი დედაკაცისაგან იშვა, ვითარ შვა ქალწულმან უთესლო და ეგო ქალწულადვე, ვითარ აღაშენა სულმან წმიდამან ტაძარი იგი, რამე თუ ითქვის, სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა. აც აგებულებასა მასშინ აღმრთივდიდებულისა მის გვამისასა რომელი რა იყო სულისაგან წმიდისა, ანუ რომელი რაი საშოისაგან ქალწულისა. რამე თუ ესე საცნაურ არს, ვითარმეთ ხორცთაგან ქალწულისათა მიიხუნა ხორცნი. ამისთვის იტყვის, რომელი იგი მაგისგან იშვესო, მათე 1:20 და პავლე ღაღადებს, შობილი დედაკაცისაგანო. გალატელთა მიმართ 4:4 დედაკაცისაგან თქვა, რაითა დაუყოს პირი მათი, რომელნი იტყვიან, ვითარმედ არა ქალწულისაგან მიიხუნა ხორცნი, არამედ ვითარცა წარულის წყალმან რუიგინას თვირი იგი სოლინარისაი და არა იმიიღის მისგან. ეს რეთ წარულო საშო იგი ქალწულისაი. ურჩულონო და მედგარნო, რომელნი ამას იტყვით, უკვე თუმცა ესე ესრეთ იყო, რაც სახმარიყო ყოვლადვე შესლვა იგი საშოსა დედისასა, ანუ რაიმცა აქ უნდა ჩვენთანა ზიარებაი, არამედ სხვა ნიმცა იყვნეს ხორცნი და არა ჩვენისა ამის ბუნებისანი. ვითარმცა უკვე ითქვა ძირისაგან ესესა, ვითარმცა იწოდა კვერთხად ძირთაგან მისთა, ვითარმცა იწოდა ძედკაცისა, ვითარ თესლისაგან დავითისა, ვითარმცა ეწოდა მარიამს დედა მისთა, ვითარმცა ითქვა, თუ ხატი მონებისაი შეიმოსა ფილიპელთა მიმართ 2:7, ანუ თუ სიტყვაი ხორციელი იქნა იოანე. 1:14 ანუ ვითარმცა თქვა პავლე, რომელთაგან ქრისტე ხორციელად, რომელიგი არს ღმერთი ყოველთაზე და 3 არამედ დაიხამ პირი ესე ვითარისა მეტყველთა იმათ. ხოლო ჩვენ უწყით ესე და გურწამ სიტყვათაგან სახარებისათა და სხვათა მრავალთა სახეთაგან ჭეშმარიტებისათა, ვითარმეთ საშოისაგან ქალწულისა ბუნებაი ჩვენი მიიღო და უხრწნელისა მის დედისაგან ხორციელი იქნა სულისა მიერ წმიდისა. ესე უწყით და მეცნიერ ვართ. თუ ვითარ იქნა ესე, ანუ რომლითა სახითა არღარა საცნაურ არს, არცა ვეძიებთ, ნუცა თქვენ ეძიებთ, არამედ რაი ესე გამოგვეცხადა, შეიწყნარეთ და რა იგი დაგვეფარა, ნუ ეძიებთ. სახარებაი, ხოლო იოსებ ქმარი მისი მართალი იყო და არა უნდა განმხილებაი მისი, იზრახა ფარულად განტევებაი მისი 1:19. თარგმანი, თქვა რაი ვითარმეთ სულისაგან წმიდისა იპოვა იგი მიდგომილ და არა თესლისაგან მამაკაცისა, გამოაჩინებს ჭეშმარიტებასა სიტყვისათვისისასა. რაითა არავინ თქვას ვითარმეთ, ვინაი საცნაურ არს ესე, ვინ იხილა ესე ვითარისა და ანუ ვის ესმა, ამისთვის იოსებს შემოიყვანებს და სამტკიცებელად სიტყვისათვისისა და იჭუს ამას, რომელი მაშინ მოუხდა გულსა მისსა, ვითარმცა იტყოდა, უკვე თუ არა გრწამს ჩემი და იჭვეულ ხარ წამებასა ამასზე და ჩემსა გრწმენინ იოსებისი. ამისთვის თქვა ვითარმეთ, იოსებ ქმარი მისი მართალი იყო. სიმართლე შესაკრებელი არს ყოველთა სათნოებათაი. ვინაითგან მართალი იყო, ჭეშმარიტება იცა და სხვაი ყოველი სათნოებაი აქ უნდა მას. და იზრახა ფარულად განტევებაი მისი. ამისთვის თქვა პირველ უწყევისა ზრახვა იმისი, რაითა შემდგომად უწყევისა ქმნილსა მას არა ურწმუნო იქმნე. იხილე სიმართლე კაცისა იმის, არა უნდა განმხილება იმისი.
და იჩვი იგი არა განმხილებისა ოდენ, არამედ ტანჯვისაც ღირსი ყობრძანებისა ებრრჩულისა. ხოლო იოსებ ესე ვითარითა სიკეთითა შემკულიყო, რომელ არა თუ უზეშთა ესი იგი, არამედ უდარესიცა ესე, რომელ არს განმხილებაი და შერცხვინებაი, არა ენება. და უწყით, ვითარმეთ დიდ არს გულის წყრომაი და შური მამაკაცისაი ესე ვითარსა იჩუსა შინა, და საქმე იგი არღარა იჩვი იყო, არამედ მიდგომილებაი განცხადებულად ჩნდა. არამედ იგი ესოდენ უმაღლეს იყო ყოვლისავე ვნებისაგან, რომელ არა ენება ყოვლადვე შეწუხებაი ქალწულისა მის. ხოლო ვინაიდან დამჭირვაი სახლსა შინა თვისა ურჩულოებად შეერაცხა და კვალად განმხილებაი და სამსჯავროდ მიყვანებაი სიკვდილისა მომატყუებელ ექმნებოდა ქალწულსა, არც ერთი ამათგანი იზრახა ქმნად, რამე თუ უზეშთა ეს რჩულისაცა იყო საზომი მისი. რამე თუ ჯერ იყო მოსვლასა მას მადლისასა მრავალთა სასწაულთა გამოჩინებად უმაღლესისა მის მოქალაქობისა. და ვითარცა იგი მზე პირველ შარავანდეთთა მიფენისაცა განანათლებს სოფელსა მოიახლოს რაი აღმოსვლად, ეგრეთვე ქრისტესა ეგულებოდა რაი აღმობრწყინებად საშოისა მისგან ქალწულისა, პირველ შობისაცა განანათლებდა სოფელსა. ამისთვისცა უწინარე შობისა წინა წარმეტყველნი იხარებდეს და დედანი მომავალსა მას მოასწავებდეს და იოვანე პირველ შობისაც აღკრთებოდა საშოსა შინა, ეგრეთვე მადლითა მით უფლისაითე იოსებცა სულიერად მოქალაქობდა და არარაი სხვაი განიზრახა ქმნად, გარნა ფარულად განტევება იმისი. ესრეთ რაი იყვნეს საქმენი იგი და ყოველნი განკვირვებული იყვნეს, მოვიდა ანგელოზე ყოვლისავე იჩვისა და ორგულებისა დამხსნელად. ხოლო ესეცა ღირს არს ძიებისა, თურად არა პირველ შესვლადმდე იოსებისა ესე ვითართა მათ გულის სიტყვათა მოვიდა ანგელოზი და განუმარტა საქმე იგი, არამედ ვინაიდან იზრახა განზრახვა იგი მაშინღა ეჩვენა მას, ვითარცა იტყვის. წახარებაი და ვითარ იგი ამას ზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისა ჩვენებით გამოუჩნდა 1:20. თარგმანი, ამისთვის პირველ არა აუწყა ესე ანგელოზმან, რაითა არა შეემთხვიოს იოსებსა, რაი იგი შეემთხვია ზაქარიას. რამე თუ უკვე თუ მას ახარა რაი შობაი ბერცისაი, რომელი იგი მრავალგზის ქმნილიყო და ვერ არწმუნა და უფრო ისად მღვდელი იყო იგი და წინა წარმეტყველი და ვერვე შეიწყნა რა შეურგულებელად სიტყვა იგი, უკვე თუმცა იოსების და ეუწყა შობაი ქალწულისა ის საქმე, რომელ არასადა ქმნილიყო, არც ასმენილ ვითარმცა ჰრწმენა. და ესრეთ შეემთხვეოდა მას, რაი იგი ზაქარიას შეემთხვია. ამისთვის უკუანა ისკნად გამოჩნდა რაი საქმე, მაშინ მიუთხრა ანგელოზმა საიდუმლო იგი, რამე თუ ადვილიყო მაშინ დარწმუნებაი, რომელსა იგი თვალითა ხედვიდა. ხოლო პირველ მუცლად ღებისა უკვე თუმცა ეუწყა, არამცა ჰრწმენა, ამისთვის არცა ეჩვენა. და კვალად ესეცა საკვირველ არს, დაღაცა თუ ანგელოზმან არა აუწყა იოსებს, ქალწულმან რომელმან შეიწყნა რა ხარება იგი პირველ მუცლად ღებისა, იხილა რა იოსები იჩუსა შინა და შფოთსა, რად არა მიუთხრა სიტყვა იგი სახარებისაი და სულისა წმიდისა მიერ მუცლად ღება იმისი. პირველ თქმულისა მისვე მიზეზისათვის. იცოდა ვითარმედ არა ჰრწმენე სიტყვა იმისი უცხოისა მისთვის საკვირველისა. რამე თუ უკვე თუ ანგელოზმან ვერ აუწყა, რაითა არა ურწმუნო იქნას, ქალწულმანცა ვითარ მოიგონა დარწმუნებად ესე ვითარი უსმენელი სიტყვაი. რამე თუ უკვე თუ მას რაჟამს ახარა ანგელოზმან, უცხოდ აღუჩნდა ხარება იგი, რამე თუ იტყვის ლუკა ვითარმედ, შეძრწუნდა სიტყვასა მას მისსა და განიზრახვიდა, ვითარმე არს მოკითხვა ესე, ლუკა 1:29 და კვალად ხრქვა მას, ვითარმე იყოს ესე. რამე თუ მამაკაცი არა ვიცი, ლუკა 1:34 უკვე თუ იგი ანგელოზისა სიტყვასაზე და შეორგულდა, მისიმცა სიტყვა იოსებ ვითარ შეიწყნა რა.
ამისთვის ყოვლითავე სიბრძნითა და მეცნიერებითა შემკულმან მან ქალწულმან არარაი მიუთხრა იოსებს, ხოლო ანგელოზი ჟამსა ჯეროანსა ეჩვენა და გულსავს ერყო. ეჩვენა ქალწულსა და ახარა პირველ მუცლად დღებისა, რამე თუ ესრეთ ჯერ იყო, რაითა არათვინიერ ხარებისა და მოკითხვისა მუცლად იყოს ქალწულმან, რაითა არა უმეტესად შეშფოთნეს. რამე თუ არა ჯერ იყო ყოვლადვე მწუხარებისა და შფოთისა შესვლად სულსა მას, რომლისა საშოსა შევიდა მეუფე ყოველთაი, რომელი იგი შუამდგომელ და მსახურ იქნა ესე ვითარისა მის საიდუმლო ისაი, ხოლო იოსებს შემდგომად მუცლად დღებისა აუწყა საიდუმლო იგი, თითოეული თვისა ჟამსა, რომელესე უგუნურთავი ეთმე ვერ გულისხმაყვეს, არამედ წინააღმდგომ ურთიერთას თქვეს სიტყვა იმათესი და ლუკაისი, რომელი გიიტყვის ვითარმეთ ქალწულსა ახარა ანგელოზმან, ხოლო ესე იოსებისა გვაუწყებს ჩვენებასა. და ვერ გულისხმაყოფენ ცხადსა ამას საქმესა, ვითარმედ ორივე ესე იქმნა, ახარა ქალწულსა პირველ მუცლად დღებისა და იოსებს ეჩვენა შემდგომად მუცლად დღებისა, მოახლებულიყო რაი ჟამი იგი შობისაი. ესრეთ სხვაიცა მრავალი იპოს სახარებასა შინა, რომელი უგუნურთა მიერ საგონებელ არს ურთიერთას წინააღმდგომ. ხოლო ჩვენგან გიმარტოთ, ვითარმედ არარაი არს მახარებელთა შორის ურთიერთას წინააღმდგომ, არამედ ყოველივე ჭეშმარიტ და ერთისა მიერ სულისა თქუმულ. ხოლო იყო რა იოსებ განზრახვათა მათ შინა და იჭუთა, მოვიდა ანგელოზი გულსავს მყოფელად მისდა, ვითარცა იტყვის, და ვითარ იგი ამას ზრახვი და ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისეი ჩვენებით გამოუჩნდა. და რაისათვის ჩვენებასა შინა ძილისასა გამოუჩნდა და არა ცხადად, ვითარცა ქალწულსა და ვითარცა ზაქარიას და ვითარცა მწყემსთა მათ. ქალწულსა ცხადად ეჩვენა, რამე თუ დიდი ხო ხარება იგი და ძნიად დასარწმუნებელ საიდუმლოი, და ვითარცა მონაი, პატივით და შიშით მსახურებდა ბრძანებასა მას მეუფისასა, და კვალად ზაქარიას ამისთვის. რამე თუ ტაძარსა შინა იყო ხილვა იგი და იცოდა ურწმუნოება იმისი, ხოლო მწყემსთა ამისთვის. რამე თუ უმეცარნი იყვნეს და უკვე თუმცა ძილსა შინა ეხილვა, არამცა შეერაცხა ხილვა იგი. ხოლო იოსებისი იცოდა, ვითარ იყო კაცი იგი მართალ და მორწმუნე და წრფელგულითა და სათნო, ამისთვისა ჩვენებასა შინა ღამისასა გამოუჩნდა და აუწყა ჭეშმარიტებაი და მეხსეულად დაარწმუნა. იხილენ უკვე სიტყვანიცა ანგელოზისანი რაოდენითა სიბრძნითა სავსე არიან, ვითარცა გვაუწყებს მახარებელი და იტყვის. წახარებაი და აჰა ანგელოზი უფლისაი ჩვენებით გამოუჩნდა და ჰქვა მას, იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, 1:20. თარგმანი, ძე დავითისა უწოდა მას, რაითა მოახსენოს აღთქმაი იგი, რომელი იქნა ნათესავისა მის მიმართ მისისა, რაითა მოახსენოს თქმული იგი წინაწარმეტყველთაი, ვითარმედ დავითის თესლისაგან მოსვლად არს ქრისტე. თუ არა, რაისათვის მცა უწოდა აქა ძე დავითისა გარნა ამისთვის. იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ. ესე შიში იყო გულსა მისსა, ვითარმედ უკვე თუ იყოს ქალწული იგი მიდგომილი სახლსა მისსა, განამწარებს ღმერთსა მისზე და რამე თუ მუცლად დღებისა მისთვის იჭვიცოდვისა მოუხდა გულსა მისსა და უკვე თუმცა არა შიშისათვის რჩულისა გარდასვლისა ორგულობდა, არც ამცა განტევება იმისი მოიგონა. ესე ყოველნი გულის რახვანი მისნი მიუთხრა, რაი ანგელოზმან გულსავს ერყო, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოსრულ არს, რომელ გულის რახვანიცა მისნი იცნის. ნუ გეშინინო მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა. წეს არს ესე სიტყვისაი, მითხოვილისა ცოლად წოდებაი პირველ ქორწინებისაცა და დაწინდულისა ეგრეთვე, ვითარცა იგი დაწინდულსა მას ქმრად, ციძეთ სახელს დებენ. ამისთვის მითხოვილი იგი მისდა ცოლად თქვა მითხოვისათვის ოდენ, არა ქორწინებისა და რამე თუ ჯერეთ სახე იგი მუცლად დღებისა მისისაი არა ეთქვა, ამისთვის ცოლებისა სახელი შორის შემოიღო.
რა იარს ესე თუ ნუ გეშინინ მიყვანებად. ესე იგი არს ნუ გეშინინ მპყრობად სახლსა შენსა, რამე თუ მას დაედვა გონებასათვისა განტევება იმისი და გარეგან სახლისა მისისა აქ უნდა იგი გონებითა. ამისთვის ეტყვის ანგელოზი ვითარმეთ, რომელი ეგე განგიშორებიეს სახლისა შენისაგან გონებითა, ნუ გეშინინ მიყვანებად სახედვე შენ და, რამე თუ ღმერთი გიბრძანებს ხმითა ჩემითა მიყვანებად ცოლად შენ და წოდებული ეგე, არა ცოლად, არამედ დედოფლად შენდა და ყოველთა დაბადებულთა. რამე თუ მუცლად ღება ეგე, რომელი შენ მიზეზად განტევებისა შეგირაცხიეს, ეგი არს მიზეზი ყოველთა შიშთა და იჩუთა დახსნისაი, რამე თუ უზეშთა ეს არს ბუნებათა. ამისთვისცა ნუ შიშსა ოდენ განაგდებ შენგან, არამედ სიხარულითა დიდითა აღივსე, რამე თუ შორის მისსა მყოფი იგი სულისაგან წმიდისა არს. საკვირველ არს სიტყვა ესე, უზეშთა ეს გონებისა კაცობრივისა და უაღრეს რჩულთა მათ ბუნებისათა. ვითარ უკვე ჰრწმენა იოსებს, რომელი არღასა და ასმიოდა. არამედ მადლმან მან ქრისტეს მან მორწმუნე რყო გული მისი და ყოვლისავე გულის რახვისა მისისა მითხრობითა და არწმუნა ჩვენება მან ანგელოზისა მან და გულის ხმა უყო ძალი დიდისა მის საიდუმლოისაი. ხოლო სხვა მან ვინმე მამათაგან მან პირველ ჩვენსა ესრეთ თქვა წინამდებარისა ამის სიტყვისათვის, რამე თუ არა იდამაყენებელ არს თქმულისა მისცა მითხრობად. და პირველ შერთვამდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა. მათი 1:18 იხილა იოსებ მიდგომილება იმისი და გულისხმაყო, ვითარმეთ სულისაგან წმიდისა იყო, რამე თუ იპოვა გულისხმის ყოფა ესე გულსა შინა მისსა ღმრთისა მიერ. ამისთვის შეშინდა ესე ვითარისა დედაკაცი საქმრად წოდებად, შეშინდა მითხრობად წერისა და დიდი იგი და უსმენელი საიდუმლოი. ამისთვის იზრახა ფარულად განტევება იმისი. ხოლო მართალი იყო და ამისთვის ღირს იქმნა ჩვენებასა მას ანგელოზისასა. რამე თუ ვითარცა იგი ამას რახვი და ოდენო, აჰა ანგელოზი უფლისაი ჩვენებით გამოუჩნდა და hrქვა მას, იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამე თუ შორის მისსა მყოფი იგი სულისაგან წმიდისა არს. გამოაჩინა ამით სიტყვითა ვითარმე და არახრისხვიდა და ძვირსა იტყოდა, არამედ ეშინოდა, რამე თუ გულისხმა ჰყოფდა, ვითარმეთ სულითა წმიდითა აღსებულიყო იგი. ამისთვის ანგელოზი შიშსა მას განაქარვებდა და ეტყოდა, ნუ გეშინინ ამის პირისათვის, ნუ წასწრწი, თუ სიტყვაი ბოროტი ვინ დაგწამოს. რამე თუ რომელი იგი შორის მისსა არს სულისაგან წმიდისა, მან ყოველივე ძნელოვანი განაქარვოს. ესე რა ჩვენ მიერცა თქმული თარგმანებაი ამის სიტყვისაი და პირველ ჩვენსაცა გამოთქმული მიგითხარ, ხოლო შემდგომი ამისი ვახსენოთ. წახ არეებაი, შვესწე და უწოდიან სახელი მისი იესო 1:21. თარგმანი, გარქუშენ ვითარმეთ, სულისაგან წმიდისა არს. არამედ ნუ ჰგონებთ, თუ ამისთვის უცხო იქმნე შენ მსახურებისაგან განგებულებისა მისისა, რამე თუ რაღაცა თუ შობასა მისსა არა თანაშემწე იქმენ, რამე თუ შეუხებელად ეგო ქალწული, გარნა სხვა იგი ყოველივე, რომელი პატივსა მას ქალწულებისასა არა ავნებს. მინიჭებულ არს შენ და რაითა სახელი უწოდო შენ შობილსა მას და ზრდილობა იმამისა ებრაჩვენო. რაღაცა თუ არა არს ნაშობი შენი, არამედ წოდებითა მით სახელისაითა თვისებად მისა აღგიყვანებ. რამე თუ ესრეთ ჯერ იყო, რაითა იყოს იოსებ თანამავალ და მსახურდა შემწე ქალწულისა. არა ქალწულსა მას უხმდა თანაშემწე, რამე თუ მისთანა იყო შემწე იგი ყოველთაი, რომლისა მიმართ იტყოდა მეტყუელი იგი ვითარმეთ, შეწევნა არჩევდა სახელითა უფლისაითა, რომელმან ქმნა ცანი და ქვეყანაი, შეადარებ სალმუნიას 20:2.
არამედ ჯერ იყო იოსებისი ქალწულსა თანაქცევა, რაითა საგონებელი ყოს ქალწული იგი ქმროსან და ესრეთ დაეფაროს საიდუმლო იგი ეშმაკსა და ვერცნას, თუ გარდა მოხდა ღმერთი ქვეყნად და კაცთა შორის იქცევის. რქვა მას, შვეს ძე. არა თქვა თუ გიშვეს შენ ძე, ლუკა 1:13 ვით არცა რქვა ზაქარიას, რაითა არავინ გონებდეს, თუ მამაი არს იოსებ ქრისტესი. ამისთვის თქვა, შვეს ძეს სიტყვაი თავისუფალი მიუთხრა. რამე თუ არა თუ იოსებს უშვა, ვით არცა იგი ელისაბედს ზაქარიას, არამედ ამან ყოველსა სოფელსა უშვა მაცხოვარი. ამისთვისცა უწყებაი სახელისაი მოართვა ანგელოზმა ღმრთისა მიერ იოსებს, არა სახელი ლიტონი, არამედ სახელი სავსე ბევრეულითა კეთილითა. ამისთვისცა გამოუთარგმანებს ძალსა მას სახელისასა და სასვებასა კეთილსა დაუდებს და სარწმუნო ყოფს სიტყვასათვის სამრავლით კერძო და სიტყვასა მას წინაწარმეტყველისასა და სამტკიცებელად ამის ყოვლისა შემოიღებს. ხოლო რაი არს გამოთარგმანება იგი სახელისა იმის. მომასწავებელი ყოველთა კეთილთაი, მაუწყებელი ცოდვათა მოტევებისაი, მახარებელი საუკუნოისა ცხოვრებისაი. სწახ არებაი, რამე თუ მან იხსნას ერითვისი ცოდვათა მათთაგან 1:21. თარგმანი, ვით არცა უცხოია უწყამუცლა დღებაი და საკვირველი შობაი, ეგრეთვე სახელი შობილისა იმის საკვირვალ და ნიჭნი იგი, რომელთა მონიჭებად გვახარებს საწადელ. რამე თუ არა ხილულთა მბრძოლთა ძლევასა ახარებს, არამედ მოტევებასა ცოდვათასა, რომელესე უაღრეს ყოვლისა იყო, რომელი ვერვინსა და პირველ ამისა უძლო ქმნად. იტყვიან უკვე ვითარმეთ, რაისათვის თქვა თუ ერიმისი და არა შესძინა წარმართაცა გამოხსნაი. არამედ გულისხმა ყავთ ვითარმეთ სიტყვასა ამას შინა წარმართაცა მოასწავებს, რამე თუ ერიმისი არა ჰურიანი ოდენ თქუნა, არამედ ყოველნი, რომელთაცა ხრწმენა მისი, გინა თუ ჰურიაი, გინა თუ წარმართი, რომელთაცა შეიწყნარეს მეცნიერება იმისი, რომელნიცა ჰმონებენ მას და ადიდებენ სარწმუნოებითა მართლითა და საქმითა კეთილითა, იგინიცა არიან ერიმისი. რამე თუ მან იხსნეს ერითვისი ცოდვათა მათთაგან. გამოაჩინა სიტყვათა ამათ მიერ, ვითარმეთ ჭეშმარიტად ღმრთისაი არს ქალწულისაგან შობილი, და იგი არს მეუფეცისა და ქვეყანისაი. რამე თუ არავის ხელეწიფების მოტევება იცოდვათაი, გარნა რომელსა ბუნებითა მითხმრთებისაითა აქუნდეს უფლებაი ყოვლისაივე. ამისთვის მოვიდა ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა და უსაბამოი და უჟამოთ შობილი, შობად ქალწულისაგან ბუნებითა მიტკაცთაითა უზეშთა ეს ბუნებისა, უთესლოდ და განუხრწნელად, რაითა მოგუცეს შენდობა იცოდვათა იმორწმუნეთა მისთა, რაითა მიხსნეს მონებისაგან მტერისა, რაითა ღირს მყვნეს სასუფეველსა ზეცისასა. სწავლაი ვითარმეთ უხმს ქრისტიანესა საქმეთაცა კეთილთა მოგებაი. ხედავთა რავდენთა კეთილთა ღირს მყნა, რავდენი ნიჭი მოგვანიჭა სახიერმან მან მეუფემან. აც უკვე ვიღუაცოთ ჩვენცა, რაითა არა შეურაცხმყოფელ მადლისა მის ვიპოვნეთ. რამე თუ უკვე თუ პირველესოდენისაცა ამის პატივისა საქმენი ბოროტნი დასასჯელ ჩვენ დაიყვნეს, რავდენ უმეტესთა სატანჯველთა ღირს ვიქნეთ უკვე თუ შემდგომად ესოდენისა მის ქველის მოქმედებისა მისისა უმადლო და განმარისხებელ მისა ვიპოვნეთ. ხოლო ამას ვიტყვი, რამე თუ მრავალთა ვხედავ შემდგომად ნათლისღებისაც აუდებებით მყოფთა და მსგავსად მათსა, რომელნი არღა ღირს ქმნილ არიან კეთილსა მას. ამისთვისცა ვერვინ გამოიცნობს თუ რომელი არს ნათელღებული, ანუ რომელი უნათლავი, გარნა თუ ჟამსა მას წმიდისა ჟამისწირვისასა რა ჟამს ხმაყოს დიაკონმა განსვლა იგი კათაკუმეველთაი და რომელნიმე განვიდოდინ, უნათლავნი იგი, ხოლო ნათელღებულნი შინაგან იყვნიან ტაძრისა.
არამედ არა ესრეთ ჯერ იყო, რაითამცა ნათელღებული და უნათლავი ადგილისაგან იცნობებოდა, არამედ საქმეთაგან და წესისაგან ჯერ იყო ცნობაი თითოეულისაი, რამე თუ პატივნი ესე და მთავრობანი სოფლისანი სამართლად საცნაურ არიან ადგილთაგან და სამოსელთა, ხოლო სულიერნი ესე სულიერთა საქმეთაგან გამოჩნდებიან და სათნოებათაგან საცნაურ იქნებიან. ქრისტიანისა არა ნათლისღებისაგან ხოლო უღირს გამოჩინებად, ვითარმეთ ქრისტიანი არს, არამედ საქმეთაგანცე კეთილთა, რა ჟამს საქმით აღიძუარცოს ძველი იგი კაცი და შეიმოსოს ახალი და მოიგოს ცხოვრებაი განახლებული. ქრისტიანისა უღირს რაითა ნათელი იყოს სოფლისაი და მარილი, ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმეთ, თქვენ ხართ ნათელნი და მარილნი სოფლისანი. შეადარე მათე 5, 13, 14 უკვე თუ კულა ვერცა თავსათვისა უნათობდე, ჰოი მორწმუნეო, ვერცა თვისა მას სიმყრალესა განაქარვებდე, ვინაი გიცნათ, თუ მორწმუნე ხარ შენ ჭეშმარიტი, ვინაი გულისხმობ ყოფ, ვითარმეთ განბანილ ხარ წყალსა მასშინა საიდუმლო ისასა. რამე თუ უკვე თუ შემდგომად პატივისა მის უღირსებით იქცეოდი სასჯელისა მიზეზ გექმნას პატივი იგი, რამე თუ სიმაღლე პატივისაი, უკვე თუ მიმღებელი იგი პატივისაი უღირსად პატივისა მის იქცეოდის სასჯელისა და ტანჯვისა მომატყუებელ ექმნების. ქრისტიანისა უღირს რაითა ყოვლით კერძო სადიდებელად ღმრთისა იყოს და სარგებელად ყოველთა. საქმით, სიტყვით, ხედვით, სვლით, ყოვლითავე სახითა. ხოლო ესე ვთქო, არა თუ რაითამცა მაჩვენებლობით რასმე ვიქმოდეთ სახილველად კაცთა, არამედ რაითა ყოველი ცხოვრებაი ჩვენი სახილველად და სათნოყოფად ღმრთისა შევმზადოთ და ესრეთ კაცთაცა სარგებელ ვექმნეთ. არამედაც მოაკლდა ჩვენგან სათნოყოფაი ღმრთისაი და მარადის წინააღმდგომისა მიმართ მიდრეკილ ვიპოებით. მიჩვენენ, ჰოი მორწმუნეო, სახენი სარწმუნოებისა შენისანი, რაითა ვცნა, ვითარმეთ ჭეშმარიტად გამობრწყინებულ არს შენზე და ნათელი პირისა უფლისაი. ხოლოაც ვითარ გიცნა შენ, თუ ქრისტიანე ხარ, ოდეს ყოველივე სახე შენი წინააღმდგომი ხოს. უკვე თუ ადგილი ქცევისა შენისაი მოვიძიო ცხენთა სარბიელსა და თეატრონსა და შესაკრებელ საურჩულოებისასა და კაცთა თანაბოროტის მეტყველთა კპოებ, უკვე თუ ხილვაი შენი განვიცადო, განცხრომასა შინა და სიცილსა და შვებასა გამოჩნდების, უკვე თუ სამოსელნი შენი ვიხილნი, ცუდსა და ამაოსა სამკაულსა ვპოებ და არაღირსა მამაკაცისასა, უკვე თუ სიტყვანი შენი ყურად ვიხუნე, ვერ არაი კეთილი მესმის სარგებელად სულისა შენისა ანუ აღმაშენებელად მსმენელთა ისა თქუმული, უკვე თუ ტაბლასა შენსა გესტუმრო, უმეტეს ყოვლისა იპოოს მუნ შესმენაი. ხორცთა მოყვარებისა და შვებისა შენისაი. აც უკვე მითხარ, თუ ვინაი გიცნა შენ ქრისტიანეთ, ვინაითგან ზემოთქმული ესე ყოველივე წინააღმდგომისა უარძლთა მორჩი არს და არა სწავლათა ქრისტესთაი. და რად ვიტყვი ქრისტიანობისა სახესა? არცა თუ ბუნებასა კაცებისასა ვპოებ შენთანა, არამედ პირუტყუთასა ვითარცა იტყვის წინა წარმეტყველი, ვითარმეთ, კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმატყო, ბაძვი და იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ფსალმუნი 48, 13 რამე თუ ოდეს ბორგდე, ვითარცა ჯორი, ურქენდე მოყვასა, ვითარცა კუროი, ცბიერიყო, ვითარცა ცხენი, სიტყვისაებ წერილისა, ნაყრონობდე, ვითარცა დათვი, განასუქებდე ხორცთა, ვითარცა ღორი, ცვირის მოხსენე იყო. ვითარცა აკლემი, მტაცებელიყო, ვითარცა მგელი, მრისხანე იყო, ვითარცა გუელი, მცემარ, ვითარცა ღრიაკალი, მზაკუარ, ვითარცა მელი, გესლსა ბოროტსა ხმარხვიდე, ვითარცა ასპიტი და იქედნე, ბრძოლიყო ძმათა შენთა, ვითარცა ეშმაკი ბოროტი, ვითარ შეგრაცხო შენ კაცთა თანა, რა ჟამს სახესა ბუნებისა მის. კაცთა ისა ვერ ვპოებდე? ეჰა საკვირველი.
ნათელღებულისა და უნათლავისა განყოფილებასა ვეძიებდი და ესე რა შემემთხვევის, არცა თუ კაცისა და მხეცისა განყოფილებისა პოვნად შენთანაა, რამე თუ მხეცნი თითოეული ერთითა რაითმე ზემოთქმულითა ბოროტითა შეპყრობილ არს, ხოლო შენ ვინაითგან ყოველივე შეგიკრებიეს თავსა შინა შენსა, უძვირეს ქმნილ ხარ მათისა მის პირუტყუებისა. თქვა უზეშთა ესიცა, არიან რაოდენიმე ზემოთქმულთა ამათ ბოროტთაგან, რომელ არცა ეშმაკთა აქუს, არა აქუს მათ ნაყროვნებაი, არცა ვეცხლის მოყვარებაი, ხოლო ვინაითგან უმეტესნი ვნებანი გქონან შენ მხეცთასა და ეშმაკთასა, ვერ გიწოდო კაცად და უკვე თუ კაცად ვერ გიწეს, ქრისტიანად ვითარ სახელმდვა? და უძვირესი ესე არს, რომელ ესე ვითარსა ამას სიხენიშესა შინა ვერცა თუ გულისხმა ყოფ უშვერებასა მას სულისა შენისასა, არამედ სახესაპირისა შენისასა სარკითა განიცდი და რომელი რაიმე ჰპოვი უშვერებაი ანუ წარბთა, ანუ წინამოთა, ანუ სხვასა რასმე შინა შენსა სახესაპირისასა, ყოვლითა ღონისძიებითა ისწრაფი განშორებად ნაკლულევანებისა მის, ხოლო სულსა შენსა არა განიცდი, ვითარითა უშვერებითა სავსე არს, ვითარ მხეცთა მსგავს ქმნილ არს, რაითამცა იზრუნე კურნებად სახისა მისისა. არა თუ აქაცა არა არს სარკე. ჰე არს სარკე სულიერი ფრიად უაღრესი ხორციელისა მის. იგი უშვერებასა ოდენ ხორციელსა გიჩვენებს, ხოლო ესე არა თუ გიჩვენებს ოდენ ნაკლულევანებასა მას სულისასა და უშვერებასა, არამედ უკვე თუ ვინებოთ, შესცვალებსა უშვერებასა მას დიდად ჩვენიერებად. რაი არს სარკე ესე სულიერი? ხსენება იწმიდათაი გამოსახვაი გულსა შინა მათისა მის მოქალაქობისაი, კითხვაი წიგნთაი, ცურთაი მცნებათა ქრისტესთაი. უკვე თუ მიხედნე ქრისტეს მცნებათა, უკვე თუ განიცადო სანატრელი იგი მოქალაქობაი წმიდათაი, იხილო მეხსეულად მათისა მის სიკეთისაგან უშვერება იგი გონებისა შენისაი, და იხილო რაი უკვე თუ გენებო შეცვალებაი უშვერებისა მის შვენიერებად. არა გეხმაროს შორიელი საქმე ანუ სხვათა მიერი შეწევნაი, არამედ თავით თვისით შეიცვალოს სიბოროტისაგან სიკეთეთ. იხილეთ უკვე და ეკრძალენით, ნუნცა ვინ დაადგრების სახესა მას შინა მხეცებრივსა. რამე თუ უკვე თუ მონასა ვერ ხელე ციფების საუნჯეთა უფლისა თვისისათა შესვლად, მხეცი ვერ შევიდეს, და უფრო ისად ესე ვითარი მრავალსახე და მრავალფერი მხეცი. და საკვირველი ესე არს, რომელ მხეცთა მრავალგზის დაამშვიდებენ კაცნი და ბუნებიცა მას გულის წყრომასა და ველურობასა მათსა დაამდორებენ, ხოლო შენ, რომელი ეგე შემძლებელ ხარ მხეცთა დამშვიდებად და მხეცებრივისა მის ბუნებისაგან მოწყვედად, თავსა შენსა ვერ მოაქცევ ბუნებისა გარეგანისა მის უბადრუკებისაგან და მოიყვანებ ბუნებიცა მას წესსა და სიკეთესა, რომელი მოგცა ღმერთმან, არამედ შორს ყოფ თავსა შენსა ბუნებისაგან თვისისა და გარეგანთა ბუნებისა შენისა საქმეთა შეეკვეთები. რაი უკვე მიზეზი გაქოს ამისაი, ანუ რაი სიტყვაი მიუგო ღმერთსა, რომელ ძალგიცლომისა და დათვისა მოწყვედად ბუნებითისა მის სიფიცხისაგან და სწავლად, რა იგი არა აქვს ბუნებასა მათსა, ხოლო თავსა შენსა ვერ მოაქცევ ბუნებისა გარეგანთა მათ საქმეთაგან და მოიყვანებ ბუნებითსავე წესიერებასა, არამედ უფრო ისად ბუნებითისაგან გარეგან ბუნებისა მიიცვალები. აც უკვე შეჰრაცხენ ნებანი იგი, რომელნი მძლავრებენ სულსა შენსა მხეცად. ესე არიან გულის წყრომაი, გულის თქუმაი, ვეცხლის მოყვარებაი, დიდების მოყვარებაი, ნაყროვანებაი და სხვანი იგი ნაშობნი მათნი. ისწრაფე უკვე მოწურთად მხეცთა მათ, რაითა დაუტეონ სიბოროტე იგი მათი. რამე თუ არა დაშურე ესოდენ, ვითარ იგი წურთა სახილულთა ამათ მხეცთასა, რამე თუ ამათი ბუნებითი არს სიფიცხე და ველურობაი, ხოლო შენ შორის სიბოროტე იგივნებათაი გარეგან არს ბუნებისა, რაღაცა თუ აწუდებებითა შენითა ბუნებითისა უმტკიცეს გიქმნიეს, არამედ ისწრაფე სრულიად დამდოვრებად მათ და, რაითა არა განილიო ბოროტთა მათ შუათა მათთაგან.
რამე თუ ვერ ძალუცესრეთ განპებად საშოისა ლომსა და იქედნესა ვითარ გულის წყრომაი და გულის თქუმაი ბრჯალითა მით წამლიანითა განხეთქენ და კბილითა მით ბოროტითა ჭამენ გულსა მას, რომელსა შინა დაემკვიდრნენ და არა ხორცთა ოდენავნებენ. არამედ უფრო ისად სულსა სრულიად წარწყმედენ და ვითარცა იგი ჭიანი, დამკვიდრებულნი მუცელსა შინა, მავნებელ არიან ხორცთა, ეგრეთ ვნებანი ესე სულისა განმხრწნელი პოებიან. და რად ვითხვი ჭიათა? გულისა ბოროტისა უძვირეს არიან გულის წყრომაი და გულის თქუმაი და სხვანი იგივნებანი. და უკვე თუ არა შევიდეს წამალი ძლიერი სულსა მასშინა, სადაც წამლიანი ესე გუელნი დამკვიდრებულიყვნენ და მოალკუდინეს იგინი, არ არს სხვითა სახითა მათგან განთავისუფლებაი. ხოლო რაი არს წამალი ძლიერი, მომაკუდინებელი მათი. ცნებანი ქრისტესნი, სულთაი საღმრთოთა წერილთაი, ხსენებაი სიკვდილისაი და სასჯელისა მის საუკუნოისაი, მოწყალებაი სახიერებაი სიწმიდე. უკვე თუ ესენი მოვიგნეთ და ამათ მიერ წმიდა იქმნა სული და ღირსშეწყნარებად წამალსა მას ძლიერსა, მან მოალკუდინოს ყოველი მხეცი და ქვეცარმავალი, დამალული გულთა შინა ჩვენთა. ხოლო რაი არს ძლიერი იგი წამალი, რომლისათვის უხმს პირველი განმზადებაი და განწმედაი სულისაი, რაითა შეუძლოს მიღებად მისა. ესე არს პატიოსანი იგი და უხრწნელი ხორცი და სისხლი ქრისტესი. უკვე თუ პოს მან სული კეთილად განმზადებული შეწყნარებად მისა, ყოველი მხეცი იოტოს მისგან, ყოველი სიმხრალე მის სულისაი განაქაროს, ყოველი ბნელი მისი განანათლოს და მერმე ცხონდეს სული იგი ცხოვრებითა მით საღმრთოითა. ხოლო უკვე თუ ესე არა იქმნას და არა მოსწყდნენ გუელნი იგი და ღრია კალნი აქავეს სულისა მისგან, მორაივიდეს შამი სიკვდილისაი, მოეხუნიან იგინი გარემო უბადრუგსა მას და აშთობდიან და სჭამდიან და მისთანა წარვიდიან საუკუნეთა მათ სატანჯველთა, და ნუ უკვე ამათ ესე ვითართა მხეცთა და სახელდებულ არს მატლ წამლიან, რომელნი დაუძინებელად სჭამენ და ჰგუემენ მოყვარეთა მათთა, რამე თუ ესე ვითარი არს ნაცვალი სიყვარულისა მათისა და პირველ მუნ მისვლისა აქავე დამსჯელ და მიმძლავრებულ მოყვარეთა მათთა არიან, რამე თუ თითოეული ვნებაი. უძვირეს და უმძვინვარეს არს მხეცისა და განუძღომელად მტანჯველ სულისა მის შემწყნარებელისა მისისა, ვითარცა წერილ არს ვითარმეთ, შუანი ლომისანი არიან შუანი მისნი, შეადარე ფსალმუნი 47 და უფრო ისად ფრიად უძვირეს შუათა ლომისათა. რამე თუ ლომმან ერთგზის შეჭამის შთავრდომილი იგი ხელთა მისთაი და წარვიდის, ხოლო ესე ვნებანი არცა განძღებიან, არცა განეშორებიან მორჩილთა მათთა, ვიდრემდის მისცენ იგინი ხელთა ეშმაკისათა. არა არს განძღომაი, არცა აღსასრული გულის თქუმათა ცოდვისათა, ჯაჭვი არს ბოროტი ერთ-ერთისა და გამოკიდებულ ჩვეულებაი ვნებათაი. არა აქუს აღსასრული, არცა განძღომაი ვიდრემდის უბსკრულსა ჯოჯოხეთისასა შთააგდის უბადროკი იგი სული. იხილეთ, უკვე თუ არა ყოველნი ვნებანი ესრეთ არიანა. გინა თუ ეცხლის მოყვარებაი სთქვა, გინა თუ გემოის მოყვარებაი, გინა თუ დიდების მოყვარებაი, ყოველნივე მძლავრობით მიზიდვენ მოყვარეთა და მორჩილთა მათთა ჩვეულებითა მით, რომლითა მიიღეს მათ ხელმწიფებაი. ამისთვის ანგაჰრი იგივე როდეს განძღების ანგახრებითა და მიმოტაცებითა, სიძავი ვერ განძღების პილწებითა მით, დიდების მოყვარე ეგრეთვე, რამე თუ დიდი აქუს ამასცა ვნებასა მძლავრებაი სულსა შინა დიდების მოყვარეთასა. აც უკვე მოღვაწებაი ჯერ არს თითოეულისა მის მძლავრისა მოკლად, რაითა არა მოვიკლნეთ მათ მიერ. წინააღმდეგ დიდების მოყვარებასა ამას წარმავალსა სიყვარულითა და სრულითა დიდებისა მის წარუვალისაითა. რაი არს დიდებაი ესე სოფლისაი. აჩრდილი და კვამლი და სიზმართა უძლურესი, დღეს სხვისა ხელთა არ და ხვალეს სხვისათა შევიდის,
და კვალად მეხსა შინა დაუტევის იგი და სხვისა მიიწის, რომელი ყოვლადვე არა მოელინ. არცა ოდეს არა იყოს, მოულოდებელ არს მათ მიერ, რომელთა არა აქუნ, არცა რომელთა აქუნ, მტკიცე არ მათდა და შეუცვალებელ. აც უკვე ესე ვითარისა მის უძლურისა და არ არა ისა სიყვარულსა, რად ესრეთ დამონებულ ხარ. არა უწყია, ვითარმედ რა იზომცა დამონებულიყო დიდებისა მის ცუდისა სიყვარულსა, უმეტესად შეურაცხარ წინაშე ღმრთისაცა და კაცთა? რამე თუ ნუ ხედავ მათ, რომელნი წინაშე პირსა გაქებენ, არამედ გულისხმა ჰყავ, ვითარ გულთა შინა შეურაცხყოფენ. უკვე თუ გიყვარს დიდებაი, შეურაცხყავ წარმავალი ესე და ვპოვო წარუვალი. რად შეპყრობილ ხარ სენითა მით ნაბუქოდონოსორისითა? რამე თუ მანცა ხატი ახმართა ნივთისა მისგან ცუდისა და ამაოისა, რაითამცა მოატყუა თავსათვისა დიდებაი და ცხველი იგი უსულოისა მისგან განიზრახვი და დიდებისა მოტყუებად თავსათვისა და უფროისად შეურაცხებაი მოატყუა მას. უკვე დღესცა მრავალნი ბაძვენ და ვითარცა მას ხატისა მის მიერ ენება დიდებისათვის ისა აღორძინებაი, ეგრეთვე ესენი სამოსლისა სიკეთითა, გინა თუ სახლისა შვენიერებითა, გინა თუ ცხენთა რჩეულობითა ისწრაფიან დიდებად თავისათვის ისა. რამე თუ წარუწყმედია დიდებაი იგი შემსგავსებული ბუნებასა კაცთასა და მიმოვლენ შეკრებად თავისათვის ისა დიდებასა მას საკიცხელსა. არამედ წმიდანი იგი სამნი ღრმანი არა ესრეთ იყვნეს, არა ეძიებდეს დიდებასა წარმოვალსა და პატივსა განხრთნათსა, არამედ ვინა იგი ჯერ იყო მისგანცა ბრწყინვიდეს, რამე თუ იყვნეს იგი ნიტყუენი, მონანი, უცხონი, ღრმანი და მეფისა მის სოფლის მპყრობელისა, ერთა მიერ მრავალთა ქებულისა უბრწყინვალეს და უდიდებულეს იყვნეს უფროის, ვიდრე ღამზე ერთისა რა ისმეუნდოისა მარგალიტისა უშვენიერეს არს და უნათლეს. რამე თუ ჯდა რაიმე ფეზუავი და ანპარტავანი და წინაშე დგეს მარზაპანები და ერისთავები შერაცხილნი და ძლიერნი ხელმწიფენი და მთავარნი და ყოველივე შესაკრებელი ეშმაკისაი და ისმოდა ხმა ისაყვირისაი, სტვირისაი, ქნარისა და ემბნისაი და ყოვლისავე თითო სახისა სახიობისაი და სახუმილი იგი შვიცილ მოტყინარე ეგზებოდა და ყოველივე სავსე იყო შიშითა და ძრწოლითა, მაშინ წარმოდგეს უშიშრად ახვანი იგი და ყოვლადვე არა შეშინდეს, არცა ზარგანხდილ იქმნეს, არამედ ყოველივე იგი შეჰრაცხეს, ვითარცა სამღერელი ღრმათა მცირეთაი და ქაღატყვეს ხმა იგი სანატრელი, უძლიერეს ხმისა მის საყვირთა და ნესტუთასა და თქვეს, უწყებულიყავ შენ და მეფეო ნაბუქოდონოსორ, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვმსახურებთ და კერპს ამას ოქროისასა, რომელი შენ ახმართე, არა თაყვანის ვსცემთ. შეადარე დანიელი 3:18, ხოლო პირველ თქვეს, რამე თუ არს ღმერთიცათა შინა, რომელსა ვმსახურებთ, და შემძლებელ არს იგი განრინებად ჩვენდა. დანიელი 3:17, რაისათვის სიმრავლესა ამას გვიჩვენებ, რასა სახუმილითა მით ცეცხლისაითა მეკადი, რაისათვის მახვილთა ლესულთა წინა მიყოფ, რაისათვის მტარვალთა მესისხლეთა წარმოგვიდგინებ. ამის ყოვლისა უძლიერეს არს და უმაღლეს ღმერთი ჩვენი და შემძლებელ არს იგი განრინებად ჩვენ და სახუმილისა მისგან ცეცხლისა აღგზებულისა და ხელთაგანცა შენთა მიხსნეს ჩვენ მეფე. ამასზე და გულისხმა ყვეს ვითარმედ ნუ უკვე ეგრეთ ინებოს ღმერთმან რაითა დაიწუნენ და თქვან სადმე ურჩულოთა მათ, თუ ვტყუოდეთ, ანუ თუ ვერ ძალედვა ღმერთსა ჩვენს ახსნაი ჩვენი, ამისთვის შესწინეს და თქვეს, უკვე თუ არა, უწყებულიყავ შენ და ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვმსახურებთ. დანიელი 3:18, ესე იგი არს ვითარმედ, უკვე თუ მიხსნას სახუმილისა მისგან და ხელთაგან შენთა მადლის ახიერებასა მისსა და თუ არა ინებოს ხსნაი, არამედ დავიწუნეთ, ეგრეთსა არავე ვმსახურებთ ღმერთთა შენთა. რამე თუ რასა იგი იქმოდეს, არა სასკედლისა და ნაცვალისა მოგებისათვის იქმოდეს, არამედ სიყვარულისათვის ღმრთისა.
Რაღაცა თუ ტყუეობასა მიეცნეს და ჭირთა და განსაცდელთა, არამედ სიყვარული იგი ღმრთისა უმეტეს აღორძინდებოდა მათ შორის, რამე თუ არა იყვნენ უმადლო და მდრტვინველ. არამედ ყოველსავე ზედახმადლობდეს და თავთათვის და აბრალებდეს და ცოდვათათვის და მიზეზად მის ყოვლისა შემოიღებდეს. Რაღაცა თუ მეფისა მიმართ არა იახსენეს, თუ ცოდვათათვის ჩვენთა შემემთხვია, რამე თუ არა იყო ჟამი ესე ვითარისა სიტყვისაი, არამედ სახუმელსა მას შინა და გულთა შინათვის და ამას იტყოდეს, ვითარმე ცოდვათათვის შეემთხვია ყოველივე იგი. იხილია საზომის სრულისა მის სიმდაბლისა და სიყვარულისაი. მეფესა ეტყოდეს, ვითარმედ, რაღაცა თუ არა მიხსნას ღმერთმან ცეცხლისაგან, არამედ შემინდოს დაწუვად, არაივე გუელმის, არცა უარო ყოფთ მას. ხოლო სახუმელსა რაი შეითხინეს, ესოდენსა მას სიმხნესა ზედა და ახოვნებასა იხილეს სიმდაბლე გონებათა მათთაი, რასა იტყვიან, ვითარმედ, შეგცოდეთ შენ, ყოვლით ურთურჩულო ვიქმნენით და განგიდეგით ჩვენ შენგან. შეადარე დანიელის 3:29 და კვალა თხოვაცა წყალობისა არა ღირს უჩნდეს თავნითვისნი, არამედ მამათ მთავართა წინა უყოფდეს სავედრებელად, ვითარმედ, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩვენგან აბრაჰამისთვის საყვარელისა შენისა, ისაკისთვის მონისა შენისა და ისრაელწმიდისა შენისა. დანიელის 3:35 ხოლო თავისათვის ისათვის არ არას სხვასა კეთილსა წამებენ, არამედ თავსა დამდებლებულსა და სულსა გლახაკებისასა. ამით ესე ვითარითა სახითა არა თავთათვისთათვის ოდენ, არამედ ყოვლისავე ერისათვის ითხოვდეს წყალობასა, რაითა ყოვლით კერძო სიყვარულითა და სიმდაბლითა შემკობილ იქმნენ. არა იყვნენ მსგავს ჩვენ და რომელა არა თუ ჟამსა განსაცდელისა და ჭირისასა, არამედ არცა თუ ჟამსა განსვენებისა და ლხინისასა ვახსენებთ ძმათა ჩვენთა. ხოლო იგინი ცეცხლსაცა შინა მოყვასთათვის და ყოვლისავე ერისათვის ვედრებასა შესწირვიდეს, ამისთვისცა უდიდებულეს მეფისა მის იქმნეს. რამე თუ მაშინცა აღდგა იგი და ვითარცა მონაი, წარმოუდგა კარსა მას სახუმილისასა მთავართათვის და თანადა შიშით მოუწოდა ახოვანთა მათ, აკურთხა ღმერთი და თქვა, კურთხეულ არსუფალი ღმერთი, რომელმან მოავლინა ანგელოზითვისი და იხსნა მონანი მისნი. დანიელის 3:95 და ყოველი იგიერი განკვირვებული ადიდებდა მათ და მიერიდან ვიდრე დღენდელად დღემდე იქადაგების სიმხნე ნეტართა იმათ და ღმერთსა ცათა შინა აღუწერიეს უაწლი მათი. აც იხილეთ, ვინ უდიდებულეს იქმნა, ნაბუქოდონოსორ, რომლის ახსენებაი არასა და არს რომელიც არხდა, ვითარცა აჩრდილი და ვითარცა კვამლი განქარდა დიდებაი მისი, ანუ სამი იგი ღრმანი, რომელთა ქებაი ღმრთისა მიერ არს და ყოველსა სოფელსა შინაი დიდებიან უკუნისამდე. ამათ ვბაძვიდეთ ჩვენცა მორწმუნენო, რამე თუ აღმართებულ არსაცცა კერპი ოქროისაი, მძლავრება იგი მამონაისი, არამედ ნუ მიუპყრობთ ყურსას თვირთა მათ და ქნართა და ემბანთა და თითო სახესა მას სახიობასა სიმდიდრისა და დიდების მოყვარებისასა, არამედ რაღაცა თუ სახუმელსა მას სიგლახაკისასა ჯერ იყოს შთავრდომაი, შთავცვიეთ გულს მოდგინეთ და კერპსა მას ნუ თაყვანის ვცემთ. ესე თუ ვქმნათ იქმნას ჩვენ ზედაცა გარდამოსვლაი ანგელოზისაი და მიმოდაყაროს ალი იგი ჭირთა და განსაცდელთაი და ყოს სახუმელსა მას შინა ბრძოლათასა, ვითარცა ქარიცუარისაი რაინიავინ. დანიელის 3:50 ბიულტოდით მონებისაგან ნებათაისა, დიდების მოყვარებისა და ვეცხლის მოყვარებისა და გემოთ მოყვარებისა და სხვათა მათ მრავალთა ნაშობთა მათთაგან, რამე თუ ესე არიან დედანი და მშობელნი ყოველთავ ნებათანი. ნუ შევშინდებით ცეცხლისა მისგან ბრძოლათაისა რაღაცა თუ სახუმილ ეწოდების. რამე თუ მაშინცა რომელნი იგი წინა აუდგეს მეფისა მის ბრძანებასა და შეცვიეს სახუმილსა მას სიყვარულისათვის ღმრთისა, არა დაიწუნეს, არამედ განბრწყინდეს,
ხოლო რომელნი შეშინდეს მეფისა მის მოკუდავისაგან და თაყვანის სცეს კერპსა მას და გარემოსა ხუმილსა მას იქცეოდეს და იწუნეს. არამედ მაშინ ორივე იგი ერთბამად იქმნა ერთსა შინა ჟამსა. ხოლო ერთი ესე აქ ყოფადარს და ერთი იგი მერმესა მას საუკუნესა და რომელიმე აქაცა და მერმესაცა. რამე თუ რომელთა აღირჩიონ ჭირი და ღვაწლი და სიგლახაკე, შიმშილი და წყურილი და სხვა ყოველივე ღვაწლი, არა მონებისათვის მამონა ისა, აქაცა ბრწყინვალე იქნენ და მუნცა. ხოლო რომელნი სიმდიდრესა შინა იყვნენ უსამართლოთაგან მოხვეჭათა და შვებასა და განსვენებასა და სხვათა მათვნებათა მონებასა, შეიცუნენ იგინი ცეცხლითა მით გეჰენიესაითა დღესა მას საშინელსა, ოდეს მიიღებდეს კაცადი საქმეთა თვისთაებრ. ხოლო შვენიერთა მათ და ახვანთა ყრმათა მიმსგავსებულად შთავარდა ლაზარეცა სახუმილსა მას განსაცდელთასა, ვითარცა იგინი სახუმილსა მას ცეცხლისასა და განბრწყინებული გამოვიდა სახუმილისა მისგან და მივიდა ციახთა აბრაჰამისთა, ხოლო მდიდარი იგი თაყვანის მცემელი კერპისა მის ვნებათა ისა, გეჰენიასა შინა ცეცხლისასა დაისაჯა, რამე თუ თქუმული ესე სახე არს მერმეთა იმათ. და ვითარცა სახუმილსა მას, რომელნი იგი შინაგან იყვნეს, უნებელად ეგნეს, ხოლო გარეშემავალნი შეიწვებოდეს, ეგრეთ იყოს დღესა მას, წარვლონწმიდათა მდინარე იგი ცეცხლისაი და არარაი უნებელი შეემთხვიოს, უფრო ისადღა ბრწყინვალე იქმნენ. ხოლო რომელთა თაყვანის ეცეს კერპისა მის და ვნებათა ისა ცხოვრებასა ამას და უნანელად ამიერ წარსრულიყვნენ, იხილონ მაშინ სახუმილი იგი, ვითარცა მხეცი, ზედამიმავალ და შემპყრობელ მათ და ამისთვის მარადის გეტყვი, ნუმცა ვის ეშინის სახუმილისა მისგან განსაცდელთა ისა, სიგლახაკისა და ჭირისა და სალმობისა ისა, არამედ სახუმილისა მისგან ცოდვათა და ვნებათა ისა ძრწოდე. რამე თუ ესე არს ჭეშმარიტად ალი შემწუელი, ხოლო იგი ცუარი არს და ნიავი განსვენებისა სულიერისაი. სახუმილსა მასზე და ცოდვისასა მდგომარე არს ეშმაკი, ხოლო სახუმილსა მას ჭირისა და შრომისასა მდგომარე არიან ანგელოზნი მიმოდამყრელად ალისა მის. ისმინეთ ესე მდიდარო, რომელნი სახუმილსა მას ჭირისა და განსაცდელისასა აუწყინებთ გლახაკთა. გულისხმა ყავთ, ვითარმედ მათ ვერა იავნოთ, მორაივიდეს მათზე და ქარი იგი ცუარისა იზეგარდამო, არამედ სულნი თქვენი მისცნეთ ცეცხლსა მას გეჰენიისასა, აგზებულსა ხელითა ცოდვათა თქვენთაითა. ისმინეთ ესე და უფრო ისად ემსგავსენით ანგელოზსა მას ღმრთისასა, რომელი გარდა მოხდა ზედა აზარიელსა და მიმოდაყარა ალი იგი სახუმილისა მისგან. ეგრეთვე თქვენ მიედით გლახაკთა მიმართ სახუმილსა მას ჭირისა მათთისასა და ყავთ მოწყალებითა შორის სახუმილსა მას, ვითარცა ქარი ცუარისაი რაი ნიავინ, შეადარე დანიელი 3:40, რაითა გვირგვინთა მათ ზიარი ქმნეთ, რომელნი განმზადებულ არიან მოთმინეთათვის, რაითა ხმამანცა უფლისამან განკვეთოს ალი ცეცხლისა მის საუკუნოისაი და გრქვას თქვენ. მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და იმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი, მათე 25:34 და შემდგომია მისი. ამან ხმამან განკვეთოს ალი იგი გეჰენიისაი და გიხსნეს მისგან. უკვე თუ შთახვიდეთ აქა მოწყალებითა სახუმილსა მას ჭირისასა გლახაკთა თანა და მიმოდახყაროთ იგი, მუნიხილნეთ კაცნი მავალნი ცეცხლსა ზედა და არა შემწუარნი, არამედ მადლობისა შემწირველნი ქრისტესა, ვითარცა სამნი იგი ღრმანი. რამე თუ ჭეშმარიტად მსგავს მათ და იქმნებიან, რომელნი მადლობით თავს იდებენ სიგლახაკესა. რამე თუ ამასცა სახუმილე წოდების ჭირისა და განსაცდელისა და ვითარცა იგი შეითხინეს რაი ღრმანი ცეცხლსა და იწყეს გალობით კურთხევად უფლისა, არა თუ შეუხებელად ხოლო ეგნეს ალისა მისგან, არამედ საკროლნიცა მათნი განიხსნეს, ეგრეთვე,
რომელიც ჭირსა შინა და სიგლა ხაკესა შთავარდეს, უკვე თუ შეიწყნაროს მადლობით და მოთმინებით, საკროლნი ცოდვათა მისთანი განიხსნებიან და ალი იგი განსაცდელთაი დაშრდების და უკვე თუ არა დაშრდეს, უსაკვირველეს იქნების, რამე თუ წყაროდ გარდა იქცევის წყლისა ცხოველისა. ესრეთ იქნა მაშინცა, სახუმილი იგი არა დაივსო, არამედ ეგზებოდა და იყო შორის მისსა, ვითარცა ქარით ცუარისაი რაინიავინ. ეგრეთვე აქა უკვე თუ არა დაშრდეს სახუმილი იგი განსაცდელთაი, წყაროი ყოვლისავე სიბრძნისაი და ყოვლისავე სათნოებისაი აღმოეცენების მოთმინებითა, ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმეთ, ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაი გამოცდილებასა და გამოცდილებაი სასოებასა. ხოლო სასოება მან არა არცხვინის. რომაელთა მიმართ 5:3-5. ამისთვის გეტყვით თქვენ გლახაკნო და ჭირვეულნო, მოითმინეთ მადლობით ყოველივე ძნელოვნებაი ამის საწუთროისაი, რაითაც იახთა აბრაჰამისთა მიხვიდეთ, რაითა სამთა მატყრმათაებრ გვირგვინოსან იქმნეთ. გეტყვით თქვენ, მდიდარნო, ნუ გარემო სახუმილისა მის გლახაკთა ისა იქცევით და აღაგზებთ მას, ვითარცა მსახურნი იგი ნაბუქოდონოსორისნი, ნუცა ეკიცხევთ და ეცინით და სწუნობთ მყოფთა მათ სახუმილსა შინა, რაითა არა ალი იგი მოგეხვიოს და შეგწუნეს თქვენ. არამედ შევედით თქვენცა მოწყალებითა სახუმილსა მას და მიმოდაყარეთ იგი, რაოდენცა ძალგიც, რაითა ემსგავსნეთ ანგელოსსა მას, რაითა დაშლიტოთ თქვენთვის განმზადებული იგი სახუმილი. ნუ თაყვანის სცემთ კერპს ამას მამონაისა, რომელი აღუმართებიეს თითო სახისავნებისაი. უკვე თუ წარმოგიდგინეს მტარვალნი თვისნი და სახუმილსა ბრძოლათა და განსაცდელთასა მიგცნეს მიშვებითა ღმრთისაითა გამოსაცდელად ახოვნებისა თქვენისა, თქուն კაცადმან, არს ღმერთიცათა შინა, რომელმან მიხსნეს ჩვენ სახუმილისა მისგან. უკვე თუ არ არ და ენებოს ყოფაი ჩვენი სოფელსა ამას ჭირთა შინა და განსაცდელთა, იყავნება იმისი. ხოლო ჩვენ კერპთა შენთა ეშმაკო არა თაყვანის ვცემთ და ზრახვათა შენთა არა ვხმონებთ. ამას ზედა მოგვივლინოს ჩვენ უფალმან ანგელოზი, რომელმან მოგვართვა სეცით ცუარი ნიავისა მის საწადებისაი. ცუარი არს ნიავისა ტკბილისაი, შეურაცხებაი სიმდიდრისაი, დათრგუნვაი დიდების მოყვარებისაი, ახოცაი გულის თქუმათა ბოროტთაი, დამორჩილებაი გულის წყრომისაი, წარწმედაი ძვირის ხსენებისაი, მოპოვნებაი ლმობიერებისაი, ლოცვისა და გლოისა მის საქებელისაი. მიცდომაი სიმდაბლესა ჭეშმარიტსა, მადლობასა ღმრთისასა, სიყვარულსა სრულსა და სხვათა მათ ყოველთა სათნოებათა. ესე არიან ცუარნი ნიავისა მის სანატრელისანი, რომელ მოვლენ ჩვენზე და ოდეს შეურაცხყვნათ ყოველნი საქმენი სოფლისანი და განვიწმინდნეთ თავნი ჩვენი ცოდვათა უშვერებისაგან და ვიქმნეთ ქრისტიანე ჭეშმარიტ და მიმსგავსებულ წმიდათა მათ, რომელთა სოფელი ესე ღირსვე არა იყო. შეადარე ებრაელთა მიმართ 11:38 შეურაცხყავ კაცადმა სოფელი, შეიყვარენ უფალი ჩვენი იესო ქრისტე აღსრულებითა მცნებათა მისთაითა, რაითა აქაცა ბრწყინვალე იყო სულითა და მერმესა მას საუკუნესა მიუთხრობელთა მათ მიემთხვიოს კეთილთა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.